შავი ფული და სიყვარული. რა ხდება, მამა? საკუთარი შვილის დახჭობას აპირებ? ხედავ? გულის სიღრმეში მაინც გიყვარვარ. სასმელი მომიტანეთ. ძმა არ მყავს, გასაგებია? პირდაპირ მითხარი რა გინდა. სიმართლეს ვეძებ. უსამართლობამ დამღალა. სხვანაირი ცხოვრება მინდა. თუმცა ასეთი რეაქცია არ მეგვირს. შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. სახეში დაგარტყამდი. ვინატრებდი, რომ ყველაფერი სიცრუე ყოფილიყო. მაგრამ ეს სიმართლეა. შენი უფროსი ძმა ვარ. ვერაფერს შევცვლით. ფათიჰ დუნდარი ვარ. ექიმთან იყავი? გერჩევ გაესინჯო. ნორმალური არ ჩანხარ. დედა შენი მიცნობდა. მაშინ 10 წლის იქნებოდი, ჩვენთან მოგიყვანა. ღარიბთა უბანში, ღარიბი ბავშვები მაშინ პირველად ნახე. ვიდრე დედები საუბრობდნენ, ჩვენ ეზოში ბურთს თამაშობდით. მე გარში ვიდექი. პენალტების დარტყმაში ვეჯიბრებოდით. გახსოვს? იქ ერთი ქალი იყო. მეტყველება უჭირდა. დედას ის ქალი ისე შეებრალა. მთელი გზა ტიროდა. ის ქალი დედა ჩემი იყო მერთ. თაიერმა ჯერ გააუპატიურა. მერე კი ჩემი ვინაობა რომ არ ეთქვა, ენა ამოაჭრა. ასეა ძამიკო. ვიდრე შენ ცხოვრებით ტკბებოდე, ჩვენ გაჭირვებისგან სული გვხვდებოდა. რთულია სადანია, მესმის. ალბათ შოკში ხარ. მაგრამ არც მე მინდოდა ასე მომხდარიყო. დედა შენი კარგი ქალი იყო. მეგონა გეტყოდა, მაგრამ არ უთქვამს. მერე მეგონა ამას მამა ჩემი გააკეთებდა. მაგრამ იმანაც თავი აარიდა. მინდოდა ერთი ოჯახი ვყოფილიყავით. შენთვის ძმობა გამეწეა. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის. მამამ ასე გადაწყვიტა. მაშინ როცა შენ ყველაფრისგან გიცავდა, მე ჭაობში ჩამზირა. მარწმუნებდა, რომ მისი ძმისშვილი ვიყავე. რა გაეწყობა? ასეთი მამა მყავს. გიჟი ხარ, გიჟი. რაც გინდა ისი ფიქრე. არასდროს დამიდანაშაულები ხარ. შენც ბავშვი იყავი და მეც. ბავშვები ვიყავით. მაგრამ თუ ჩემს სოლს თავს არ დაანებებ, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და ხელს გამოგჭრე. გასაგებია? მერთ. ნილუფერს გულისხმობ. ნილუფერი მაშინ გავიცანი მამა შენმა მისი გადაცება რომ მიბრძანა. მიყვარს. გასაგებია? იმედია ყველაფერი გაიგე.
დედა, რატომ ტირი? ნეტა არ მოვსულიყავით. გული გატკინეს. ვინ არის ის ქალი, დედა? ბოროტია? არა, შვილო, პირიქით. ძალიან კარგი ადამიანია. რომ გაიზრდები, ყველაფერს კი ამბობ, შვილო. ახლა არა, მაგრამ გპირდები რომ გეტყვი. კარგი? ახლა წავიდეთ, მაგრამ მამას არ უთხრა, რომ ვიყავით. ომერ, იმ გოგოს ასე ვერ დავეხმარებით. სიმართლე გითხრა, თავს უხერხულად ვგრძნობ. მეც, ფელო, მეც. თამაში არ მინდოდა. მაგრამ ასლის უარი ვერ ვუთხარი. როგორ არის? ისევ ტირის. ელიფ, თუ გინდა ნილოფერს მე დაველაპარაკები. ზოგჯერ ადამიანები ახლობლებზე მეტად უცნობს ენდობიან ხოლმე. რა სიტყვი? კარგი. ოთახშია, ტელევიზორს უყურებს. მაპატიეთ. უკაცრავად. პირიქით. შეიძლება? ალბათ ძალიან დაიღალე, არა? ვიცი, რომ გეუბნებიან ყველაფერი კარგად იქნებაო, ღიზიანდები. მაგრამ ასეა. მეც ბევრი რამ გადავიდანე. ნილოფერ, ცხოვრება ერთგვარი გამოცდაა. არჩევანს გვთავაზობს. ხან სწორ გზას ვირჩევთ, ხან არასწორს. და მე ამ არჩევანს ვემორჩილებით. მაგალითად, როცა ვინმე გიყვარს, უფრო გულს ვემორჩილებით და არა გონებას. როცა სიბილზე სიმართლე გავიგე, ლამის შევიშალე. ფათეჰის თანამზრახველი იყო. მე შენნაირი რეაქცია მქონდა. საკუთარ თავს ავუმხედრდი, გაურებული ვიყავი. სიცოცხლე აღარ მინდოდა ნილუფერო. მაგრამ როდის დავმშვიდდი, იცი? როცა შენი და ელიფი ვიპოვე. ის რომ არ ვიცი რა მოხდებოდა. არაფერი აღარ მახარებდა. არაფერი. საკუთარ თავზე შენს ბრაზობდი? რომ ვერ მიხვდი, როგორი იყო თავსი დანაშაულებდი? რა თქმა უნდა, ძალიან ბრაზობდი. მაგრამ საყვარელ ადამიანებს გონებით კი არა. გულით ვხედავთ. ამიტომ ამბობენ სიყვარული ბრმააო. თანაც მხოლოდ ორმა იცის მათ შორის რა ხდება. სხვებს ყველაფერს ვერ აუხსნი. ყველაფერი ისე ლამაზად დაიწყო. ვიცი, სულელი გოგონი ვარ. ალბათ ფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანს გამტაცებელი შეუყვარდესო. მაგრამ შემიყვარდა. ვენდობოდი. დღესაც ყველაზე მეტად მას ვენდობი. ელიფ, რას აკეთებს? ომერია მასთან. ლაპარაკობენ. აღარ ტირის.
ომერი მამა ჩემს გაფსელიფ. გარეგნობას არ გულისხმობ, მამა სიმპათიური იყო. ხედა? ყველა ერთად შეკვრიბა. დაგვამშვიდა. მამაც ასეთი იყო. ყველას აწყნარებდა. შენც მამას გავხარელებ. გონიერი ხარ, წინდახედული. შენ და ომერი ერთმანეთს გავხართელებ. მართლა? ამაზე არ მიფიქრია. გაგიმართლა ელიფ. ცხოვრებამ ომერი გაჩუქა. ერთმანეთის გესმით, იცოდე არ დაკარგო. არ დავკარგავ. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ძიათაიართან გადავედი. ფათიჰი აგრესიული გახდა. პირველად ვიფიქრე, ეს იმის ბრალია. ერთმანეთს რომ ვეღარ ხვდებით მეთქი, მაგრამ მერე შევნიშნე, რომ მერტზე ეჭვიანობდა. მართალიც იყო. ადრე მე და მერტს ურთიერთობა გქონდა. თავიდან მისი ეჭვიანობა მომწონდა კიდეც. მაგრამ მერე აგრესიული გახდა. ერთხელ მე და მერთი აუში ვერთობოდით. ოთახში რომ ავედი, იქ ფათიჰი დამხვდა. დამიყვირა, ჩემ გარდა ვერავინ შეგეხებაო. თმაში ჩამავლო ხელი, გაცოფებული იყო. პირველად მაშინ შემეშინდა ომერ. გული ძალიან მატკინა. საიდან გაიგო, რომ შენ და მერთი აუში იყავით? არ ვიცი. ალბათ დაგვინახა. ძალიან შემეშინდა. გასაგებია. ნილუფერ, შენი მესმის, მაგრამ ყველაფერი დასრულდა. მე და ჩემი მეგობრები შენთან ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. ომერ. გმადლობ. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ნილუფერ, ყოველთვის შენ გვერდით მიგულე. კარგი? კარგი, დამშვიდდი. ესეც ასე მორჩი. ჩაიც მზად არის. დადე. ელიფ ძალიან გემრიელია. მეგონა უბრალო ბუდერბროდს ამზადებდი, ასეთ საოცრებას ნამდვილად არ ველოდი. უგემრიელესია. შეგერგოს. სირცხვილი არ და, ჩვენც უნდა ვჭამოთ. რა ვქნა, ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია ელიფ. ოჩახ, მეც მასწავლე. კარგი. შენთვის სამზარეულოში ტრიალი არ შეიძლება. დაიღლები და გონებას დაკარგავ. არ და. ისე ძლიერი ყოფილხარ, უცებ მოხვედი გონს. მეგობრებო, ნილუფერთან საუბრის დროს რაღაც აღმოვაჩინე. გისმენთ? ნილუფერი თაიარის სახლში რომ ცხოვრობდა, მეთინი თურმე გამუდმებით უთვალთვალებდა. როგორ? ნილუფერის ყოველი ნაბიჯი იცოდა. ესე იგი ყველაფერს ხედავდა. ასე გამოდის. ლოგიკურია. ის ბინები უნდა შევამოწმოთ, რომლიდანაც თაიარის სახლში მდებარე აუზი ჩანს. კარგი. ახლა განყოფილებაში უნდა წავიდეთ, ორდერი ავიღოთ. ფელო, შენ ელიფთან დარჩე. კარგი. ომერ, ჯერ ჭამე. მართლა ძალიან გემრიელია. ელიფი შესანიშნავი მზარეული ყოფილა, გაგიმართლა. მართლა ძალიან გემრიელია ელიფ. არ და დაუჩქარე. გემრიელია და რა ვქნა.
პირდები რომ შენს ნახელავს სხვა დროს გავსინჯავ. ახლა არ შემიძლია ელიფ. ყველაფერი შემატყობინე, კარგი? ნერვიულობ. ნერვიულობ. თავარია შენ არი ნერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მშვიდად ვარ. ზედათ, რამე მოიფიქრე, აქედან გამიყვანე. გასაღები ნაჯის აქვს, კართან დგანან, თაიერთან უნდა წაგიყვანან. რამე მოიფიქრე, დროზე? დროზე მეთქი. ახლა ნაჯის დაურეკეთ, გაიგეთ, გამოვიდნენ თუ არა. მეთინი მომიყვანან. დიახ, ეფენდე. გმადლობ ომერ, მაგრამ ყველაფერი გვაქვს. ნუ შეწუხდები. კარგი, კარგი. პირდები. შენ გარდა ვინ გყავს? კარგი. კოცნი. ომერი იყო, მოგვისამძიმრა. მაგის სამძიმარი რაჯანდაბად მინდა. ომერს უსამართლოდ მოექცევი დედა. გვეხმარება მეტი რა ქნას. რაც მოხდა, ყველაფერი მაგის ბრალია. რა? ბანკში ვიყავი. ვიფიქრე ანგარიშებს შევამოწმებ. გავიგებ კიდევ რამდენი დაგვრჩა მეთქი. მაგრამ ბანკმა შენი დის ანგარიში დაბლოკა? ხო, დაბლოკა. ფულს ვეღარ გამოვიტანთ. კი, მაგრამ რატომ? ასე უბრძანებიათ. შენი დის საქმე რომ გამოაშკარავდა, ალბათ იმიტომ აღარ გვაძლევენ. ყველაფერი მაგომერის ბრალია. ჯანდაბა მაგის თავს, ჯანდაბა. უფულოდ დავრჩით. ბედის ანაბარა. არდა. ყველაზე კარგად სახლი აქედან ჩანს. ყველა სახლს უსაფრთხოების კამერა აქვს. აუცილებლად გადაიღებდა. მართალი ხარ? ამ სახლიდან დავიწყოთ. დავიწყოთ. შევიდეთ არდა. ომერ ჰუსეინი სადაა? განყოფილებაში უნდა წასულიყო, იქნებ რამე გაიგო. დღეს არ მილაპარაკია, დავურეკავ. ისმენ ომერ, დილამშვიდობისა ჰუსეინ, განყოფილებაში ხარ? რამე ხომ არ გაარკვიე? არა ომერ, მეგობარ შვილი გაუხდა ავად, საწყალს ძალიან უჭერს. ფული სჭირდებოდა და მირეკა და მასთან წამოვედე.
რას ამბობ? მეც ხომ არ მოვიდე. რამე სერიოზულია? მე ვიცნობ? არა, არ იცნობ ომერ. ძველი თანამშრომელია. მართლა არ გჭირდები? არა ომერ, არა. რამე მოხდა? ხომ არ მოვიდე? არა, მე და არ დაერთად ვართ. მანდ იყავი, თუ რამეს გავიგებ დაგირეკავ. კარგი ომერ, დამირეკე. მაღალი სიცხე აქვს. საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. საავადმყოფოში არა, ექიმი მოიყვანე. ბავშვს ვერ დავტოვებ. შენ მოიყვანე, ჰუსეინ. წადი. დროზე. რომელ საავადმყოფოშია? არ მიკითხავს. ჰუსეინს უპასუხისმგებლობა არ ჩვევია. ყველაფერს გვატყობინებს ხოლმე. ნეტა რა მოხდა? ჩემს მას ბავშვები ძალიან უყვარს არ და ყველაზე ზრუნავს გეჟი მამაა. გისმენთ? გამარჯობა. ფათიჰ დუნდარს ვეძებთ. აქ ცხოვრობს? ნეხ, მაგრამ ერთი თვეა არ გამოჩენილა. დღეს არ მოსულა? არა, დიდი ხანია არ მინახავს. კარგი, სახლი უნდა დავათვალიეროთ. ხელი გამიშვით. მოდი დაჯიქი მეთინ ეფენდი. დააბით, თორემ ხელს შემიშლის. ვერ მომკლავ, ტყუილად ემზადები. ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები, ფათიჰ. გადით და კარი დაგედეთ. მიუხედავად ბინძური გულისა, სინდისი ამის უფლებას არ მოგცემს. მაინც გიყვარვარ. საკუთარ შვილს ვერ გაიმეტებთ აიარ. შეცდომას დაუჟიელს არასდროს ვტოვებ, ფათიჰ. ქურდობისთვის პასუხი უნდა აგო. ტყუილად ლაპარაკობ. კარგი. რადგან ასეა მითხარე? რატომ გინდოდა ასეთი გამხდარიყავე? სტამბოლში რომ ჩამომიყვანე, უცოდველი ბავშვი ვიყავე. შეგეძლო სითბო და სიყვარული გეჩუქებინა, მაგრამ არ მოინდომე. მიპასუხე, ასე რატომ მოიქეცი? ჩემზე უარი რატომ თქვი? გული გადამიშალე. აღიარე. მითხარი რომ ნანობა. მითხარი რომ როცა მიყურებ, ნევინი და შენი ძმა გახსენდება. საკუთარი შვილი სადამდე მიიყვანე. გამოტყდი რომ ნაძირალა ხარ. გამოტყდი. მართალია. ყველაზე მეტად იმას ვნანობ რომ არსებობ. რომ გაჩნდი მაშინვე უნდა მომეკალი გესმის? ქუჩაში უნდა გადამეგდე და ბაღლინჯოსავით გამესრისე. მაგრამ შევწდი, ეს არ გავაკეთებ. ვერ გაგიმეტე და სწორედ ამას ვნანობ. ახლა კარგად მომისმინე. ხო, კარგად მომისმინე. ლაწირაკო. სინდისი სულის ბორკილია. მე ამ ბორკილისგან დიდი ხანია გავთავისუფლდი. შემომხედე, სინდისი სულ არ მაწუხებს. ო, არ მაწუხებს. მალე ამას საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცებ და ნაკუწებად გაქცევ. შეიძლება ადამიანს სახლში ერთი ფოტოსურათიც არ ქონდეს. შეიძლება. ო, შეიძლება, როცა ყელამდე დანაშაულში ხარ ჩაფლული და ყველას ემალები.
ვიცი სადაც იმალება. მადრიდში სახლი უყიდია. ძვირფასო აბონენტებო, ჩვენი აქცია მეთინ თვეები არ პასუხობ რა ხდება? ალბათ ძველი შეყვარებულია. ფათი, შვილო, ხომ მითხარი? რამე თუ დაგჭირდება დამირეკეო. ბულგარეთში მარტო ვარ. სათხარ ამდენ-ხას. მოუთმელად გელოდები. მალე ჩამოდი. გელოდები, შვილო. მესაზღვრეებს უნდა შევატყობინეთ, რომ ფათიჰ ბეი ბულგარეთში გამგზავრებას აპირებს. ახლა კი ვერსად გაგვექცევა არ და. წამოდე. მითხარი საიდან დავიწყოთ ფათიჰ? თავიდან. არ გამოვა. მერე ორგანოებს რა ვუყო? გამბედეობა არ გეყოფა. შიშა რა ხარ? თუ რამის თავი გაქვს მესროლე? თაიერბე, სასწრაფოდ უნდა წამოგბრძანდეთ. ხომ გითხარი არ შემაწუხო მეთქი? მერთი ბეი თქვენს ნახვას ითხოვს. დამელოდოს. შეუძლებელია თაიერბე, ძალიან გაბრაზებულია. თავს ვერ აკონტროლებს, ყვირის, მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა. კარს არ მოშორდეთ. არ მოშორდეთ. ისევ პირისპირ დავრჩით, არა? ხელები გამიხსენე. ჩქარა. ხო, მაგრამ აქედან როგორ გავალთ? ეს საავადმყოფო ჩემი აშენებულია. ყველა გასასვლელი ვიცი. რა ხდება შვილო? მთელი საავადმყოფო ფეხზე დაგიყენებია. მამა, ასე რატომ მომეკეცი? მითხარი რა მოხდა? შენ უნდა მითხრა რა მოხდა? როგორ მელაპარაკები, გაგიჟდი? გავგიჟდი? პირიქით. რაც გავიგე რომ ფათიჰი ჩემი ძმაა, ძალიან კარგად ვარ მამა. აქაურობას არ მოშორდეთ. სელიმს უთხარი კართან კიდევ ორი კაცი დააყენოს. დაცვა უნდა გავაძლიეროთ. რასაკეთებ? აბა რა გითხრა? ხელში შემომაჩეჩეს მორჩი წაიყვანეო. ნაჯიბეის რას გაუგებ? კარგი, წადე.
გაჩუმდი და მომისმინე. მოგისმინო? შენ მოგისმინო? იმ კაცმა ყველაფერი მითხრა. დედამისი ჯერ გაგიუპატიურებია, მერე კი ენა ამოგიჭრია. და შენ სიმნაბიჭვარს დაუჯერე. მამა შენს არ იცნობ? ფათიჰი შეშლილია შვილო. მატყუ არაა. ფულის მონაა გესმის? მხოლოდ ფულზე ფიქრობს. შებრიყვო ეს როგორ დაიჯერე. ის ქალი ვინ იყო მამა? ვერ ლაპარაკობდა. მაშინ ბავშვი ვიყავი, ეზოში ბურთს თამაშობდით. დედაც იქ იყო. იმ ქალს პატიებას თხოვდა. რატომ მამა, რატომ? დედა მიცოდა რომ შვილი ყავდა ხომ ასეა? კარზე რამდენი მათხოვარი მომდგომია იცი? ღარიბები, უმუშევრები, მაწანწალები, ქურდბაცაცები. ახლა წადე, დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ. თუ ის კაცი არც შენი შვილია და არც ჩემი ძმა, დამიმტკიცე. დნმ-ის ტესტი გაიგეთე. შენც დამშვიდდები და მეც. მერტ რას მიყურებ, გეგმა შეიცვალა, წამოდე. ხომ თქვი ცოლთან ერთად მოვალო, დავიბენი. მეურს ნუ ლაპარაკობ, წამოდე. გააღე. ეს გამომართვი. რამე თუ მოხდება, დაგიკავშირდები და მაცივარში დაიმალეთ. ვიმეორებ, გამშვებ პუნქტში დამატებითი ეკიპაჟი გვესაჭიროება. ეჭვმიტანილი ფათიჰ დუნდარია. ყველაზე დიდი სასობები აქაა. როგორმე თავი უნდა ავარიდოთ. აქ დიდ დროს დავკარგავთ არდა. ავტობანზე გადავიდეთ. სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალი ეკიპაჟების საყურადღებოდ. აქ დიდი საცობია. დროს ნუ დაკარგავთ ავტობანით ისარგებლეთ. ცოტა ჩქარა მეგობარო, დაუჩქარე. ყველა ეკიპაჟის საყურადღებოდ. შესაძლოა ეჭვმიტანილმა ფათიჰ დუნდარმა ბულგარეთის საზღვარი გადაკვეთოს. გამშვებ პუნქტთან დამატებითი ძალები გჭირდება. ვიმეორებ, შესაძლოა ეჭვმიტანილმა ფათიჰ დუნდარმა ბულგარეთის საზღვარი გადაკვეთოს. გამშვებ პუნქტთან დამატებითი ძალები გჭირდება. ომერი არ პასუხობს. არც არდა. ყველა ეკიპაჟის საყურადღებოდ. შესაძლოა ეჭვმიტანილმა ფათიჰ დუნდარმა ბულგარეთის საზღვარი გადაკვეთოს. მერტ, მან რას აკეთებ? ჩამოდი, ძალიან ცუდად ვარ. უნდა დაგილაპარაკო. ვერ ჩამოვალ. ვერც მე ამოვალ. არ შემიძლია. რა მოხდა? ელიფი მართალი ყოფილა ნილუფერ. მამა ჩემი ისეთი არ ყოფილა მე რომ მეგონა. ვერ გავიგე მერტ, რას გულისხმობ? თურმე ძმა მყავს.
მამაჩემი კი ატყუებდა ძმისშვილი ხარო. მამაჩემი ცოცხალია ნილუფერ. ვინც ბიძა მეგონა მამაჩემი ყოფილა. შენ ძმას ფათიჰი ჰქვია? გავიგე ერთმანეთს კარგად იცნობთ. თვითონ მითხრა. თურმე დაქორწინებულ ხართ. ომერი რეკავს. ომერ სათხარ. მე და არ და საზღვრისკენ მივდივართ. ელიფ, ფათიჰის სახლის კამერების ჩანაწერები მივიღეთ. ძალიან ბევრია. მეილზე გამოგიგზავნე. გადახედე და დამიკავშირდი. კარგი, მაგრამ ხომ იცი რომ ძალიან საშიში კაცია, ფრთხილად იქნები, არა? შენ პოლიციელი გიყვარს. ყველაფერს უნდა შეეგუო, სინიორინა. მომისმინე, კომისარო. ცოცხალი დაბრუნდი. თორემ ვერ გადამირჩები. ნოღელავ. ომერმა ფოტოები გამოგვიგზავნა. იმედია მალე ჩამოიტვირთება. რა მოხდა ნილუფერ? თქვენთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ იმდენი რამ გადავიტანე, სულ დამავიწყდა. რა? მითხარი. ფათიჰი ძიათაიარის შვილია. რა? ფათიჰმა მიამბო. ძიათაიარმა ფათიჰის დედა გააუპატიურა. თანაც ფათიჰის დედა ძიათაიარის ძმის ცოლი ყოფილა. ეს ჩვენმა ძიათაიარმა ჩაიდინა? არ ვიცი რა საშინელება. ფათიჰმა ეს თავიდანვე იცოდა? ბავშვობიდანვე. ხედავთ? თაიარ დუნდარი ვინ ყოფილა? ერთი შვილი გაწირა, მეორე კი უფლისწულივით აცხოვრა. მეთინს რა საშინელი ბავშვობა ჰქონია. ასეთი დაუნდობელი ამიტომაც არის საბრალო. ვიდეო ჩამოიტვირთა. ეს არის ფათიჰია. ფელინ ტელეფონი მომაწოდე. ფათიჰი ეს ყოფილა. კარგად ხარ მეგობარო? რა მოხდა ომერ? ამ კაცს ვიცნობ. ნილუფერის გათავისუფლების დროს ჩემი ძმა რომ დაჭრეს და საავადმყოფოში მივიყვანეთ. მერე იქ ვნახე. ცუდად იყო და დავიხმარე. ამიხსენით. რას ნიშნავს გაგექცათ? რას ნიშნავს გაგექცათ? ერთ კაცს როგორ ვერ მოუარეთ? რა ჯანდაბას აკეთებდით, როგორ გაგექცათ? გუნდში მოღალატე ყოლიათ თაიერბე. ის დაეხმარა. ტელეფონი მომეცე, სად მიგაქვს? რეკავდა, ვიფიქრე არ გაიღვიძოს მეთქი. მომეცე. რა ხდება? სად ჯანდაბაში ხარ? მეთინი გაიქცა.
ვიმეორებ, ფათიჰ დუნდარის ფოტოსურათი მონაცემთა ბაზაშია ატვირთული. გაავრცელეთ. დაუჩქარიარდა დროზე. უნდა წავიდე. ბავშვს სიცხე აქვს. თავი დამანებე. ისმე ნომერო. ვერ გიკავშირდებოდი. მეთინის გვალს მივაგენით. ძალიან კარგი. ყოჩეღ მოვდივარ. რა გინდა ომერო? ჩქარა დაიმალეთ საბაჟოზე უამრავი პოლიციელია. დაიმალე. სად მიდიხართ? გაიარე, შემდეგი. გასაგებია, მანქანაში რა გაქვთ? მანქანებს ამოწმებენ. იძულებული ვარ მაცივარი ჩავრთო. ცოტა შეგცივდებათ, მაგრამ უნდა გაუძლოთ. კეთილი მგზავრობა. გმადლობთ. სად მიდიხართ? მეზობელ ქვეყანაში, კომისარო. რა გადაგაქვს? ხორცი. მართვის მოწმობა აიღე და ჩამოდე. ახლავე. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.